რას ფიქრობს ისლამი ქალებზე და რატო არიან ისინი ასე ქალებზე აკვიატებულნი? მოდით ნახოთ. რატო ამტკიცებენ ადამიანები, რომ ისლამი კაცებს ქალებზე ძალადობის უფლებას აძლევს? თუ წინასწარმეტყველმა მუჰამადმა მართლაც თქვა, რომ თქვენგან ერთისთვის უკეთესია, თავში რკინის ლურსმანი ჩაარჭონ, ვიდრე ისეთი ქალის შეეხოს, რომელიც მისთვის არ არის ნებადართული. გონიათ ეს გავს რელიგიას, რომელიც ქალებზე ძალადობას ნებას რთავს? ეს ცოტა ძალადობრივად ჟღერს. რატო უნდა გინდოდეს, რომ თავში ლურსმანი ჩაგარჭონ? ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დავსვა. მოდით მოусმინოთ, რას ამბობს ეს კაცი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ქალებს. და ცემა გულისხმობს ქალის გაფრთხილებას, რომ ოჯახის ცხოვრება საფრთხეშია. ქალის გაფრთხილებას. უნდა გამეკო. თუ გცემენ, ეს იმისთვისაა, რომ გაგაფრთხილონ. შენი ოჯახური ცხოვრება საფრთხეშია. კარგია რომ გცემენ, რა თქმა უნდა, რატო არ მომაფიქრდა ეს თავად? ოჯახური ცხოვრება საფრთხეშია. ფრთხილად იყავი, რომ ეს ოჯახი არ დაინგრეს და არ განადგურდეს, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი არ დაზიანდეს. ასე რომ თუ შენი ოჯახური ურთიერთობები საფრთხეშია, გცემენ იმისთვის, რომ ოჯახი გადაარჩინო. შეხედე ამას. გმირულია. შეხედე ამ ქალებს. ძალას, უნარს, ოჯახი გადაარჩინონ, ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდომით. საოცარია. შემდეგ სიმბოლური ცემაა. და თუ ეს ნამდვილი ცემა იყო, მას თავისი პირობები და მახასიათებლები აქვს. არ ინერვიულო, ისლამი გიცავს. გულისხმობ ალბათ ეს ხსნის, რატო არის დასავლეთში ამდენი განქორწინება, რადგან ქალს არ აძლევენ შესაძლებლობას ქორწინება იმით გადაარჩინოს, რომ მას ცემენ, რომ იცოდეს, აქვს რაღაც, რაც ღირს შესანარჩუნებლად. ისინი ერთმანეთს არ სცემენ და ამიტომ ქორწინებები ინგრევა. და კიდევ ერთხელ არ შეგეშინდეს, რადგან ცემას თან ახლავს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ზომები. რომ დარწმუნდნენ, კარგად ხარ. დასაწყისისთვის მიზანი არ არის შურის ძიება და არ ზიანის მიყენება. ამიტომ ცემის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ არ დაშავდე. ანუ, შენი ქმარი რო გცემს, ამის მიზეზი ისაა, რომ შენ შეცვალო შენი ქცევა და ოჯახი გადაარჩინო. კარგი? მეორედ, როცა ცოლს ერიდები, როცა ცოლს ცემ, უნდა მოერიდო მგრძნობიარე ადგილებზე დარტყმას. ასე რომ, ინერვიულებ, შეიძლება შენი მკერდი უსაფრთხოდ იყოს. თუ საქმე იქამდე მივარო, სამწუხაროდ, შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი შენ ხარ. სხვათა შორის, შენი სახე და სასიცოცხლო ორგანოები შეიძლება შენი მუცელი, რომ შეძლო გამრავლება. ეგ ნორმალური იქნება. გულისხმობ თუ ბურკაში ხარ, შეიძლება ვერც კი გაარჩიოს, რომელი ნაწილია შენი სახე. ასე რომ, დამატებითი სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება დამცავი ჟილეტი უნდა ჩაიცვა, რომ დარწმუნდე, არაფერი დაგემართება. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ცემა შენ სასიკეთოდაა. ეს შენი ოჯახის გადასარჩენად ხდება. და ქალებო, ჩვენ ოჯახი ყველაფერზე მაღლა უნდა დავაყენოთ. ხომ იცი ეს?